დღეს დემოკრატიულმა მოძრაობამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება, რომელმაც 65,000 ლარის ჯარიმა დაგვაკისრა. მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოახლოებულია კარსარის მომდგარი, ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს რეალური შანსი გამარჯვების, რომელიც არ იღებს დაფინანსებას სახელმწიფოსგან და მას ამ პირობებში დაეკისრა 65,000 ლარი. ეს სხვა არაფერია თუ არა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთობლივი პოლიტიკა, ერთობლივი ინტერესი და ამის ფიქრის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ის, რომ დღესაც მოქმედებს ის კაბალური კანონი, რომელიც მოგლაძის კანონის სახელით არის ცნობილი. სასამართლომ არ გაითვალისწინა აბსოლუტურად არც ერთი ჩვენი არგუმენტი, გამოიტანა უსამართლო გადაწყვეტილება და ჩვენ სააპელაციო წესით ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ სამართალს. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და იმ უსამართლო, უსაფუძვლოდ, არაობიექტურ და მიკერძოებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ილონა თოდუას მიერ იქნა გამოტანილი, დაასაბუთებს თავისი ობიექტური გადაწყვეტილებით.